მოგესალმებით მეგობრებო, არა ძალადობას, არა შევითროებას, კაცების მიერ კაცების შევითროებას ეს არ შეიძლება. არანაირ, მაგრამ მე დღევანდელ ამბავს ვეხმიანები, გელა ხო ხასია ესეთი ახალგაზრდა კაცი, რომ ხასაია, ხო ხასია კი არა, ხასაია დააკავეს დღეს და ამბავი ევროკავშირის წევრებიც წევრ კორესპონდენტებიც გამოეხმაურნენ, დაგმეს პოლიტპატიმრის გაჩენა ახალის და შესაძლოა ვიგებთ რომ ამ გელას რა მომხდარა, გელას თანხლები პირის ჩვენებით დაზარალებული, იმიტომ გაუსწორდა ფიზიკურად, რომ გელა ხასიას უპირებდა სექსუალურად შევითროებას ეს კაცი, ახალგაზრდა, მეორე ახალგაზრდას და ალბათ გაირკვევა ყველაფერი და ეს არ შეიძლება მე ვგმობ ამ საკითხს და მიიღეთ ჩემი მხარდაჭერა. ვის უნდა გითხრა მხარდაჭერა არ ვიცი, მაგრამ როგორც არის რა. ამ შემთხვევაში. კაი, ბერდია სიჭინავა. ვიცი ვინ არის ბერდია სიჭინავა? დავუშვით. ზოგიერთი სპიკერი გამოდის და ამბობს აქციაზე მიცმოდიხარ თუ არ მოხვიდეთ თუ სასეირნო განწყობა იქნებაო და ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ და ასე შემდეგ. ამიტომ ბევრი გაურკვევლობა არსებობს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მეორე მხარის. მე ისიც არ ვიცი ვინ არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი, რა ვიცი, ნაცმოძრაობა იძახის, მე არა ვარ, პაატა ბურჭულაძეა ორგანიზატორი. 5 ოქტომბერს რა მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს არამედ და მე შემიძლია მე მგონი ისეთი ვოკალი აქვს ამას საინტერესო რომ უნდა იმღეროს. მე მგონი რომ ისეთი ვოკალი აქვს რომ დასაწყისში შეიძლება რაკეის ახსენე გახარიას ქონდა ამასთან იგივე შევიწროების ნაწილში. ხო? აშკარად გახარიასგან შევიწროებული. გახარიასგან შევიწროებული არის აშკარად ეს, იმიტომ რომ გახარია კომისიაზე მივიდა, ეს მიიყოლა და ის 4 საათი ეს იჯდა ჩუმად. გვერდზე შევიწროებაა ძმაო. რისთვის აი დეკორად დაისვა იქ. ხმა არ ამოუღია. საინტერესოა. საინტერესოა დავგმოთ ეს შევიწროებას. ნუ აი ბერდიას სიჭინავაზე მეტი რა გავაკეთოთ, რა კომენტარი ჩვენ ძალიან გვინდა, როგორც გურიმ თქვა, ჩვენ ძალიან გვინდა რომ გამოვიყენოთ ის წირე ცოდნა რა ჩვენა გვაქვს და არც ყო ესე გენიალური და ჭვიანები კი არა ვარ, რაცა გაგვიშველაძე არის მაგას. მაგრამ როცა ეს აი ლევან სანიკიძეს დავაკომენტო, ლევან სანიკიძე გაუშვა და ამით თუ შეიძლება ამაზე ჩვენი ცოდნის გამოყენება. ლევან სანიკიძეს ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურაზე, საერთაშორისოდაც და ქვეყნის შიგნითაც და ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე ოპოზიციურ ფიგურას ხო დღევანდელ ვითარებაში. ამაზე თუ ივანიშვილს გასდის პოლიტიკური პატიმრობა, ნებისმიერ ჩვენ თანამოქალაქეზე გაუვა. ნებისმიერ. საინტერესო. აი მამაილა ძმაო. დაიმალა მამა. ვიცი გვარზე ხტისო ესე ამართლებდეს ნაძილობაშიო. სხვათაშორის მე მახსოვს აი ქრონოლოგიურად რომ მივყვათ. ბიჭო მე მგონია რომ ეს რასაც ამბობს კომპრომატია რა. კაც რომ უნდა უთხრა რომ ბიჭო შენ ამას ფიქრობ და ტიპი თამამად ამბობს, ღიად ამბობს. ჯერ იყო და მამამის გამოვიდა და აღმოსავლეთ ევროპის კაშკაშე ვარსკვლავი და დასავლეთის ვარსკვლავი და იქაური მარადონა და პელე თქვენ არიცით როგორ დაყვებიან უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპაში რო გაიაროსო კაცეო ესე იგი ხო მასობრივი მასტურბაცია მოაწყო ეს თქვა მამამისმა ბიჭო იმიტომ რომ კატლეტები გადაუხადეს ბევრი და ბევრი როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა რომ ტალონები შეუწყვიტეო და ჩემ ქებას შეეშვაო სასადილოს ტალონები სხვათა შორის მაგის მე მახსოვს ქრონოლოგიურად როგორ დაიწყო მიშას შემკობა ჯერ გამოვიდა და მე ირაკლი ოქრუაშვილთან აღარ ვარ პარტიზანი პოლიტიკოსიო თავ მარკეტზე დადო თავის როგორც საბაზრო პროდუქტი და მე ამბობს მიშა პირველად შეადარა აიათოლას თქვენ არ დაგავიწყდეთ თუ გაქცეული ლიდერებიო რას წარმოადგენენ არ და ეხა ნახე გამოვიდა ბიჭო ლევან სანიკიძე ეს ბიჭი რომელიც ძალიან ცუდ გზას არის დამდგარი ხო და ამბობს არა და ზოგადად საქართველოს მამის გზის გაგრძელება კაი საქმე იყო ხოლმე მაგრამ არა თან რას ამბობს ბიჭო ესე იგივე ყველაზე გავლენიან ფიგურაზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის საერთაშორისო დონეზე რა ვიცი აი ჯონ ლენონზე ხუჩაკო არასხელია და სააკა ქვეყნის გვაქოს ისტორიაში მაგალითად ზოგად იმაშია რა აი ვაფშე არა ქართველი არამედ მსოფლიო დონეზე აი რონალდუ და რაღაცა და ჯონ ლენონი აი მაგალითად ეგეთი კითხვა რომ ზვიად გამსახურდია რომელმაც მოგვიტანა თავისუფლება ხო
მასზე გავლენიანი ფიგურა არის სააკაშვილი, ამაზე ფიქრობს, ყველაზე გავლენიანი ფიგურა. მე მგონი როცა ყველაფერი ჩაივლის, ვიღაცა დარეკავს და ისე იტყვის ძალიან ცნობილ მემს, დამალარაკე мама. როგორ აფერარი ხარ? არ შეერყვა ჯანმრთელობა და სუნთქავს ჯერ და დაახლოებით ესეთი ამბები. თენგო თევზაძე, აი ეს ძალიან მაგარი. თევზაძე არ არჩევდება ამას, რა თქმა უნდა. ის შეფასება რაც ჟონიამ თავის დროზე თქვა რომ საქართველოს არის ევროპა და ქართველი აი დავაჩერო თუ შეიძლება მეგობრებო აი ამას ვერ მოусმენ ადამიანმა გაიგო ზურაბ ჟვანიასგან რომ საქართველო არის ევროპაო ნუ აი რა კურსზე არ თქვა ეს ტრაგედია რა გინდა რა კურსზე რაც გინდა თანაშემწე უღებს რაღაც გარკვეული მე თანაშემწე არ მოქმედების განხორციელებისას უღებს არა POV არა აბა ერთი წუთით მე მგონი უცნაურ ადგილას აქვს დამაგრებული არა თანაშემწე point of view ფილმი არის წარმოგიდგენთ ხა თანაშემწე ამას რაღაცას უკეთებს და გაშალე და ხმა გამოუხდეთ აბა გაშალე თავიდან დააკეთეთ ხმა გაუხდეთ თავიდან შესანიშნავი ფილმი თავს იკავებს აბა სხვადასხვა ეს რაკურსი არის ის მიმართულებაც ხო არსებობს კი რა თქმა უნდა არა ჩუმად რო ხდება და რო არ უნდა შეიმჩნიო აი მეგობრებო ძვირფასო რევოლუციონერებო მიგვინდა დაკომენტება და არ გვაძლევთ საშუალებას ანა წითლზე გაუშვა აბა ეს ნახოთ რა შემოგთავაზებს კარგი ადამიანი ყოფილა და რა შემოგთავაზებს და ერთი კარგი რაც არის რომ ამ პროცესში არის ის რომ ბევრი ისეთი ადამიანი ვის წინა წლებში მართლა ჯეროდა ამ პროპაგანდის და თვლიდა რომ სააკაშვილი შეიძლება მართლა დამნაშავე იყო და იმიტომ დაიჭერეს დღეს ბევრი ესეთი ადამიანი თავისი თვალით ნახულობს იმ რეალობას რა რეალობაც არის და რის გამოც არის მიხეილ სააკაშვილი გასამართლებული და რის გამო ასამართლებდნენ მას იმ საერთაშორისო ვიზიტების გამო რაც საქართველოში იყო იმ საერთაშორისო ვიზიტების გამო რასაც ის ახორციელებდა თავის კონსტიტუციურ უფლებას ახორციელებდა ხო რომ საქართველო ყოფილიყო საერთაშორისო დღის წესრიგში რეალურად ასამართლებენ ქართულ სახელმწიფოს წარმატებულ ქართულ სახელმწიფოს და ეს არის პუტინის არა ხო წარმატებული ქართული სახელმწიფო რომელსაც დაკარგა ტერიტორიები რომელშიც აუპატიურებდნენ ადამიანებს რომელშიც არანაირი საქმის და გამოხატვის არ იყო ართმევდნენ ქონებას ხრიდნენ ღირსებას და ასე შემდეგ ნუ გასაგები ეს არის მათი აზრით წარმატებული ჩვენ დღეს მოვისმინე ჩვენი პრემიერის განცხადება რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა არ ნახულია მართლაც მთელ სოფლიოში არის რეცესია 7.9%. ანუ ეს არის არ ნახულის და მეგობრებო მიმდინარე სიტუაციაში როცა ყველგან ომია გაჩაღებული თუ დაუჯერებთ კუპონას ანუ რომანა გოცირიძეს თუ დაუჯერებთ გილაურს და ამ ბობოლა ნაცებს ვისაც რატომღაც შექმნილი აქვს ეგეც ახლა ეკონომიკაში უნდა ერკვეოდნენ მათი წინა წლის თუ 2 წლის წინანდელი კომენტარები რო ამოვიღოთ ნახავთ რომ მიდის საუბარი იმაზე რომ არა დღეს უნდა იყოს როგორი კრახი იცი ეკონომიკის მინუსებში უნდა ვიყოთ ხო და რაც სარეზერვო ფონდი საერთოდ არის დღეს მაგალითად ჩვენი ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა შეხვდა SWIFT-ის ამ მიმართულების დირექტორს გახსოვს SWIFT-ის ბაიდენ ხო SWIFT-ის გაჩერებით რო გვემუქრებოდა გახსოვს ძალიან მაგარი იყო პეტრესის კარიშვილი SWIFT-ზე ყველაზე მაგარი ვიდეო ისა ბაიდენ что такое система? Я тебе последний раз спрашиваю. Что такое система SWIFT? Ибо გაუჩნდება მას ასამართლებენ საზოგადოებამ უნდა იცოდეს და მე მგონი უკვე ამ დროისთვის ყველას ესმის იმ კონსტიტუციური უფლებამოვალეობების განხორციელებისათვის რაც პირდაპირ მის პასუხისმგებლობაში შედიოდა სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები ქვეყნების ლიდერების მასპინძლობა და ასე შემდეგ ეს ბურუსი გაფართოთ ლაპარაკი ეგრეთ წოდებულ მაგათ რო დაარქვეს პიჯაკების საქმეზე და პიჯაკების მართლაც მიზერული თანხა არის 9 მილიონი ლარი მეტი ჩემთან და რა ხარჯებია კიდევ ერთხელ გავიმეორე ბოტოქსი მიშასი და უგულავასი დასვენება ფხუკეთში ეროტიული მასაჟები შვილის განათლების დაწერილი შიშველი ძუძუებით ქალის ძუძუებით დაწერილი ნახატის შეძენა სად არის ნახატი არ ვიცი და ცემა შვილის ხო ცემა სხვა შორის კონსტიტუციური ვალდებულება იყო შვილის სწავლის ხარჯი ბიჭო ცემა თინა ბოკუჩავას აიფონის ფული და ცემა რომელიც კონსტიტუციური ვალდებულება იყო ხო ნუ გელაშვილის ცემაში არ გადაუხდი ეგ ფული არა კონსტიტუციური ვალდებულების და აბაროდი ხო კონსტიტუციაში წერია ხო მოკლედ მე ის გამიჯარო
რა თქმა უნდა მათი ესე თქვა მათი მაიმუნობაა ეს რომ ასეთ და გიული ალასანიას რომ მთელი საკნაყიდი სააკაძის ტერიტორია და რა მარტო სააკაძის კი არა მიწები აქვს ნაყიდი და იქით კიდე გარდაბაჟი პრეზიდენტის დედა იყო ბიჭო გპი სხვა რამეა ანუ გპი ანუ შენ არ ვიცი აქ ცოტა სექსიზმის არომატი გაიჩითა მე მგონი რა იმიტომ რომ რა ანუ პრეზიდენტის დედამ თავისი მაგარი ყისმათით და განათლებით და უნარებით მოახერხა და გახდა მულტიმილიონერი. რა პრეზიდენტი რა ხარ იყო მაგის შვილი მაგიტო გახდა მულტიმილიონერი. და სხვა შორის მე მიშა ხო ამბობდა უკრაინაში რომ მეო ეხა უხელყო დედა მარჩელს რა ხო რამდენი რა სასიკადულოდ რა წვნიანები მიქონდა შვილი. მაგარი აქ წვნიანების მე ძალიან საინტერესოა ირაკლი ფარონიშვილი. ყველაფერი ნათელი გახდა რატო იყო მიშა პერვერტი. გადაწყვეტის ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეტი კაფეობა ყველას გასაგები უნდა იყოს, რომ რა თქმა უნდა ვერ იქნება შეტანილი, მაგრამ როცა ქუჩის პროტესტი ეხება და თუ წინასწარ ყველაფერი ითქვა 4 ოქტომბრის გეგმის შესახებ უშუალოდ დღეს, რა თქმა უნდა 4 ოქტომბერსაც მე ყოველთვის ამიტომ მაგაზინზე უნდა ხომ რაღაც კოლსიური პროპაგანდისტული იმ აქციაზე კონკრეტულად რას აპირებს, როცა ერთი ორი კვირით ადრე და ერთი კვირით ადრე თუ წვენა რა უნდა იყოს, ანუ წვენა რა უნდა იყოს, რომ ჩვენ ვართ იმდენი ამდენს არ ყოფილვართ არასოდეს და ამ ზერწმენა არსებობს ხალხში და ჩემ გარშემო მართლა აი ისეთი ხალხი მოდის ამ აქციაზე რომლებიც წლებია აი ნოემბერ-დეკემბერში თუ არ გამოსულა ეგეთი ხალხი მოდის მეორე ეს არის ახმაგი არა დანახვა იმის რა ჭირთ ხოცებს და მესამე ჩვენ უნდა ვიყოთ მედგრები და როდესაც კონკრეტულად დღეს ამდენი კაცი გამოვალთ და როცა გვექნება ესეთი შემართება იქ ხოცები ვეღარ შეძლებენ სახალხო აი ამ ძალაუფლების გადატეხვას. აი ეს არის თავარი ფორმულა და პრინციპი და ეს ულტრაკომენტარები მოხლარ წმენაზე. არა. ნუ წმენაზე რაოდენობის ამბავი. ეხლა ესენი რა ვიცი მიყვებიან სისხლის სამართლის მუხს რომ არ მოუწოდონ დამხობისკენ. ესეც აქვს გაკეთებული. მოკლედ ამათ იმედი აქვს რომ იმდენი და დიდი მასა გამოვა და არ გამოვა რომ ნებისმიერი მიწოლა მათთვის იქნება წარმატებული. ესეთი მასა არ გამოვა, მეორე სახელმწიფო იმისთვის არის სახელმწიფო რომ ეგზალტაციაში მყოფი ბრბო, რომელიც დამხობას, ხელისუფლების დამხობას კანონის ფარგლებში დააშოშმინოს და დააკავოს ის ლიდერები, რომელიც ამისკენ მოუწოდა. პაატა ბურჭულაძეს მაგალითად, როგორც ცნობილ კრეტნის მე არ დავაკავებდი. ჩავსავდი რაღაც შუშაში და გამოვფენდი რა, რომ ეს საჭირო კაცია. გალია რო დავადგათ თავზე. გალია და ვატაროთ თბილისში და ვამღეროთ. გალიაში იმღეროს. ვინო კახურო. გალიაში ბულბულები. ხო, მამუკა ხაზარაძე. აი, მამუკა ხაზარაძე, რომელიც არ არის ასე ვთქვათ რევოლუციონერი გავუშვით. ადამიანებს რომ ამიხსენეთ ეს რა ხდება, რა ტერმინია ეს? მე ჩემი 5 შვილით უნდა მოვიდე, ხო? უნდა მოვიდე. იმიტომ რომ ბრძოლაში ვარ. რა ხდება, რითი მოვიდე? მარტო დროშით მოვიდე, ტარით მოვიდე, ნიჩაბი წამოვიღო თუ რა უნდა გავაკეთო? ნიჩაბი არ არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და როცა ის ადამიანები რომლებიც ტრიბუნაზე იყვნენ და მაღალფარდოვან სიტყვებს და ლექსებს ამბობდნენ და პოლიტიკოსები არ დავინახოთ და მე თქვენსო აბა გეგმადადეთ სად არიან მიხვდნენ რომ ესე რამოდენიმე გახსოვთ რამოდენიმე აქცია მარცხი დამთავრდა ხო ესე თქვა ამდენი აგორებული უამრავი ხალხი მე უცოდ იშლებოდა და მე უკვე ყოფილება რომ რა ვქნათ ხვალ რა ვქნათ მე გაჩნდა ესეთი ამბავი სად არის გეგმა და გეგმას პოლიტიკოსები და პასუხისმგებლობას უნდა იყვნენ პოლიტიკოსები და დღეს მე სამწუხაროდ ვერ ხედავ მე ვერ სამწუხაროდ გარდა პატა ბურჭულაძისა, რომელიც ამას არ ვარ მე პოლიტიკოსი. და აღმოჩნდა რომ პატა ბურჭულაძე ატარებს კრებას. ხო, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟია ნიჩაბი. როდესაც ნიჩაბით მისვლას იქ სადაც 9 აპრილი მოხდა ამბო, შეიძლება შენ დაუნებურად იდიოტი ხარ მაინც, რა თქმა უნდა, ხო? ტარი უნდა გაიკეთონ ტარი და ისე მოვიდნენ, რა თქმა უნდა. ან დახვდება ხალხი, რომელიც ტარს გაუკეთებს. ტარი ტყილა არ ახსენა. ტარი ესეც ქვეცნობიერი თემა იყო, ტარით უნდა მოვიდეო? დროშით უნდა მოვიდე თუ ტარითო და დროშა ჩვენ პატივისცემთ, ვისაც არ ეჭიროს საქართველოს დროშა, ტარის შემოტრიალება სავსებით შესაძლებელია და ეგრეც მოხდება თუ მარტონი ხაზარაძე დაარღვეს კანონს, მაგრამ არ მოვა. თავად არ უნდა. აგერ მისი ფალავანი ირაკლი კუპრაძე ნახე რას ამბობს? ჩვენ რუსთავის განძზე თუდათი ხართ, ესეც უნდა გითხოთ.
მე არ დავდივარ ძალიან გასაგები მიზეზის გამო, იმიტომ რომ პოლიტიკურმა აქტორებმა, მათ შორის პარტიებმა შექმნეს რაღაცა ერთგვარი აგრესია პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ. და თქვენ ამორჩეველი ვისთანაც კამპანია უნდა ჩაატაროთ? რა თქმა უნდა, არის და ვატარებ მის მიღმა, არ თუ ჩვენი პოტენციური ამორჩეველი, ჩვენი წევრები, მხარდამჭერები, ლიდერები დადიან. პერსონალურად მე ვცდილობ რომ არ შევქმნათ დამატებითი წინააღმობა, რაც მაგალითად ჩვენი ერთი კოლეგის წინააღმდეგ გამოიყენეს იქ აქტივისტებმა, თავდასხმა, აღულობა და შემდგომ. მე ვითვალისწინებ. მე მაქვს კითხვა ჩვენი გოგონებისადმი, გეგელი აქტიურობს? აქ გეგელი. არც ისე. ანუ იქ ცოტა მიძუყნეს, ცოტა მიაყენა, ხო? შეეშინდა. სად არის გეგელი? მოიკითხეთ ზმაკაცურად, თქვენი ზმაკაცი არ არის? ჩვენი არა, ჩემი. შენი და სად არის დაურეკე გეგელი სად არის? მე ზმაკაცებს უგვერდში უდგავარ, მაგ კომუნიკაცია. ძალიან კარგი და რაშუა, როგორ არის? მაგრამ ჩაკიმა. ჩაკიმაცი. შეწოლილი. თემამ ჩაკიმინა. ეგრე. ძალადობამ ჩაკიმინა. ბიჭო ამბავ მამა კეისმა ეგრევე ჩაკიმინა. ეგონა რომ ყველაფერი ისე კინურად გამოვიდოდა. რა შედიხარ? რა ჩაკიმულია. ბრიკას ჩაკიმინეს გაყოება. ჩაკიმი. დედა უტირეს. ცოტა კოპერიძე რომელსაც კუტაბიც ეძახით, აბა ნახოთ რა. რომელსაც აღარ ვეძახით კუტაბიც, ეგრე უნდა მოიხსენიო. ხო, სწორია, რომელსაც კუტაბიც ვეძახდით. ვეძახდით, იგარი ხარ. ანუ კუტაბიძი უნდა შეახსენო ყოველთვის, რომ ბიუში კუტაბიძია? ო, ბიუში კუტაბიძია. ყოფილი, მაგრამ ყოფილი კუტაბიძები არ არსებობენ. ჰა? ხო და ანუ ყოფილი კუტაბიძები არ არსებობენ. ბიჭო, ეხლა სხვა გახდა. ხო, გაიზარდა. აძინრასნი გასაგები. არა, ეხლა გაიზარდა. ანუ მაგზას მიყვება უბრალოდ სხვანაირი ფორმებით. გასაგები. თოთ. მე რასაც უყურებ ეხლა მოსახლეობის ეხლა სიგარა გაკეთდა. ამ პროცესს უბრალოდ ჩამოშორებულია და ასე პროცესში ვარ, რომელსაც აღარ უსმენს თითქმის და ნეტა 4 ოქტომბრის სიაღამოების ყველას რაღაცნაირად მაღაზია ბრაზდებოდა რომ ვინმე მივა თუ არ მივა და ამას ასწრები ქონდეს. მე მგონია რომ პირიქით პრობლემა ხა ის არის რომ ხალხის ინტერესია ზოგადად დაბალი 4-ში. კიდე დღე რა მოხდება, კიდე საღამოს რა მოხდება. მე ეს მაგალითად ეს გაბრაზებულია ელვარებაშია ძმა. რადიკალურ ოპოზიციაზე, ეს გაბრაზებულია თავისუფლ პარტიაზე, ზურა ჯაფარიძის კირჩზე, ეს გაბრაზებულია. ბიჭო, რატოა გაბრაზებული და რო შეხედა პროცესები როგორ მიმდინარეობდა ოპოზიციის მხრიდან, ვერ დაინახა. ეხლა ეს არ იყო პირდაპირ აგენტი, ანუ ეს არ იყო პირდაპირ დოტაციაზე მყოფი, პირდაპირ ფულს არ იღებდა. აბა რა იღებდა? არა, ეს სხვა მხრივ იღებდა ფულს, ანუ პირდაპირ კონტაქტზე უცხოელებთან არა. და შესაბამისად, არადამაკმაყოფილებელ პასუხებს სცემდნენ რა და ეს იყო ენთუზიაზმზე, მართლა ოპოზიციონერი იყო, ეგონა რა და თურმე აღმოჩნდა, რომ იქ ვაფშე ლოგიკა არ მოიძებნება, თანმიმდევრულობა არ არის და ეხლა გაუწყდა რა, ხო, რას ასწაუყვეო, თემა არ გაქვს. დუმბაძემ დაგწვა მეგობრებო, ნურმან დუმბაძე უნიჭიერესი ახალგაზრდა გავშიფრა იმის ლანძ ამის ამას უნდა დავანებო თავი ახლა ყველა კონცენტრირდეთ უნდა იმაზე მიიღო უკვე გადაწყვეტილება მიღებულია ღმერთმა ხელი მოუმართოთ ეხლა ყველა უნდა კონცენტრირდეთ 4 ოქტომბერზე 4 საათზე საქართველოს ყველა მოქალაქე ზოგი მანქანის ზოგი საკუთარი ფეხი ზოგი უმანქნო და შეიძლება ტრანსპორტი თუ ტრანსპორტი ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში მე მახსოვს მასობრივი გამოსვლების წინ რა ხდებოდა საქართველოში და რა ხდებოდა თბილისში. რამდენიმე ესეთი გამოსვლა. 7 ნოემბერი ციხეში ვიყავი და მომდიოდა ხმები. 26 მაისი როცა სტადიონი გაივსო და ძალიან დიდი ამბავი იყო და ბიძინა ივანიშვილის მოსვლის აქცია და არჩევნებამდელი აქცია. და ვარ ზოგიერთის მონაწილე, ვაშუქებდი ამ ბოლო ორ აქციას და რა სულისკვეთება იყო ძალიან ქვეყანაში და თბილისში. იმის მე მილიონედი არ არის. არანაირი მუხტი არ. ვაფშე არ არის კაცო. მე მილიონედიც და რატო ვაფშე არ არის. საერთოდ არანაირი მუხტი არ არის. არა, მაგას აქვს თავისი მიზეზი, იმიტომ რომ ანტინაცების და რეალურად იმ პერიოდის ოპოზიციის ნებები და მისწრაფები და განწყობები ხალხის განწყობებს და ემთხვეოდა, ანუ ის ოპოზიცია იყო ხალხის რეპრეზენტატორი, ანუ ხალხში მართლა არსებობდა
დაგროვებული ბრაზი და მაგ პერიოდის განონათქვამი რო არის რომ ჰაერი იყო დამძიმებულიო რა მართლა ეგრე იყო შესაბამისად მაშინ მართლა იქნებოდა ეს მუხტი და იყო და დღეს როცა ვსაუბრობ დღეს რატო არ არის იმიტომ რომ ხელოვნურად არის შექმნილი ეს თემები და ხელოვნურად როცა არის აქეთ ყვირის 10 კაცი რომ აი მე დიქტატურა და ბავშვებს ჭამენ და რუსები და ისინი და რეალურად ხალხს არ აქვს განწყობა და ვერ ქმნიან თვითონაც მაგაზე არ წუხან ჩვენ როგორ შეიძლება ხალხს რევოლუცია მოვანდომოთ ამაზე უნდა ვიფიქროთ რევოლუცია კი არ უნდა მოვანდომო ხალხს რომ მოუნდება რევოლუცია მე უნდა დაიწყო და ამათ უნდათ რევოლუცია მოვანდომო ხალხს არ უნდათ დისპეჩერები არ არიან მომხრე რევოლუციისა გაუშვით სამუშია როგორ იქნება ლევოს წევრია? ამიმართულებით რა ხდება იქ სადაც თქვენ ხართ? არაფერი ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, არც მე და არც ჩემი პარტია ეს არის ამ მართლა რატო შეარქვია არასწორი სახელი? ეს არის ნუპაგაძიში რო ბეჰემოტიზის იმაში რა ქვია დაცვად. იმენა იმას. არა ვაფშე ხუქაჩორის ამას არისტოკრატიული გარეგნობა აქვს. მაშინ გამختარებენ ამას არისტოკრატიული გარეგნობა აქვს. სკანდინავიელია ძმაო. შენ გარეგნობაზე რატო დასწინე ადამიანს? არა, არ დავწინე. წმინდა წყლის სკანდინავიელს გავს. ბიჭო, დისპეჩერია ხო? გეუბნებია, ადან ძალიან კარგად მიიკრო ექს დისპეჩერის სახელი და გაეშვი რა. არ არის ძმაო დისპეჩერია. დაჟე არც მოусმინეთ ხალხო, აი ლევან სამუშაო დისპეჩერი. აბა დიდი ექსპერტი, რომლის ესე იგი პროგნოზებიც არასოდეს არ გამტყუნებულა გია ხუხაშვილი. მინუსით უნდა იმასაკნა რა. გია ხუხაშვილი რასაც იცით. ხუხაგიაშვილი გავუშვი. ხუხაგიაშვილი. მაგრამ ის რომ 4 ოქტომბერს ვიღაცა რაღაცას დაიწყოს ის ადამიანი არის პროვოკატორი არ შეგნებული არ ბიზნეს სასარგებლო ბრიხვი ვინც ამას ამბობს რა ანუ ვინც ამბობს რომ მოაწყობს ეროვნულ კრებას აირჩევს სახელმთავრობას და ის ადგილზე გადააყენებს პრეზიდენტი ყავს უკვე მერე სამი ზურაბიშვილი რა ხდება რა მეიცვლება ამით ანუ ის არის პროვოკატორი ვინც არა აირჩიოს ვინც უნდა კაცო ესეთი შვიდობიანად ეხა რაღაც შენ თუ გინდა შექმნა პარალელური ჩრდილოვანი ინსტიტუტების შექმენი არა აქ არის საუბარი ძალაუფლების გადაბარებაზე ბატონო გია ანუ არა მხოლოდ რაღაც რიტუალზე აი ზუსტად ეს არის პროვოკაცია ხო ნუ ამასაც რაღაც გამონათებია შეიძლება ლევან ბუთხოზე აი ნამდვილი სიტყვა სანამ ამას 4 ოქტომბერზე მინდა თქვა რაღაც დიდი მისტიფიკაცია ხო არ არის ძალიან დიდი. განცდა მაქვს რომ პროსტო ტიპები დისკრედიტაციას ახდენენ ყველანაირი პროცესის. აი პროსტო უბრალოდ აი მაგრამ ეგ მოახდინა შავა იცი რა არის თორმე პროსტო ესე უნდა გრანდიოზული შმაკის გამოზახებას ხო არაპირა. წლების წინ უკვე მართლა მოახერხეს რა. არა გრანდიოზული ძეილით, გრანდიოზული კრახით უნდა დასრულება აი ამ სადღაც ხო უნდა დასრულდეს ეს ქუჩაში გამოსვლა. და ასე ასრულებენ. აი, ლევან ბუთხოზე ამბობს მაგ თემაზე, რომ ლევან ბუთხოზე საინტერესო. 4-ში ვიბარებთ იმ კაპიტულაციას, რაც 300 დღის წინ დაიწყო. დავაი, აი საინტერესო. მე იმ შემართებით ვარ, რომ 4-ში უნდა დასრულდეს საქართველოში ის რევოლუცია, რომელიც ჩემი ღრმარწმენით 300 დღის წინ, მინიმუმ 300 დღის წინ დაიწყო, როდესაც ბატონ მეგობახიძემ განაცხადა, რომ იგი უარს ამბობს კონსტიტუციის შესრულებაზე. მაშინ დაიწყო რევოლუცია და ჩემი აზრით სიმბოლურია, რომ 4-ში ის დასრულდება. ამიტომ როდესაც ამბობენ, რომ იცით რა, 4, 5, 6, მე არ ვიცი რა თქმა უნდა რა მოხდება, მაგრამ მე მაქვს აბსოლუტური განცდა, რომ ის 4-ში უნდა დაიწყოს და 4-ში უნდა დასრულდეს. უბრალოდ აქ უნდა იყოს ბევრი ადამიანი. ხო, ბევრი. და მაგარი განცდებიანია. გინახავს? სად აი ახლა ხდება? ხო, მაგრამ როცა კობახიძემ უარი თქვა კონსტიტუციის შესრულებაზე, მანამდე არ იყო კიდე დაწყებული რევოლუცია, ჯერ კიდე კაცო რუსული კანონის ეგრეთ უარი კონსტიტუციის. არა, ეს როგორც ამბობს, ანუ ეს ამბობს იმას, რომ ჩვენ ვწყვეტ ევროკავშირთან შანტაჟით ურთიერთობას, სადაც ისინი გვაშანტაჟებენ 28 წლამდე პირიქით, იმიტომ რომ სტატუსი და შესაბამისად ეს საკითხები არის მუდმივი შანტაჟის იარაღი ამ ევრობიუროკრატების ხელში და მართლა ესეა. ომის პერიოდში განსაკუთრებით გამოჩნდა როგორ გამოიყენეს ეს ყველაფერი. ეხლა გამოდის და მანამდე ეგრეთ წოდებული რუსული კანონის პერიოდში რომელიც გამჭირვალებას ეხებოდა მანამდე არ იყო რევოლუციის არჩევნები ბიჭო პირდაპირ ჩვეულებრივად ისროდნენ მოლოტოვებს ახლა მეტი რა უნდა ვთქვა ხო მაგრამ არჩევნები ოქტომბერში რო არჩევნები ჩატარდა ის არისო რა ქვია უბნები არისო დახურული უკვე რო გამარჯვებულად გამოაცხადეს თავი და მაგის მეორე დღიდან რო დაიწყეს იმაზე ლაპარაკი რო 400,000 ხმა გაგვიყალბეს დღემდე არ გაჩერებულან და კი რა ვიცი რომელ პროცესში ყოფილან ესენი თანმიმდევრულები
100-ობით 1000 ელოდები, ხალხო 100-ით. ესეთი არასოდეს არ ყოფილა საქართველოში არც 100s of thousands 100-ით 1000 მილიარდ კაცს ელოდებია. hundreds of thousands ელოდებია. მილიარდი ქართველი. თქვენ თუ გონია და თუ ესე მართლა გონია რომ 100-ით 1000 ხალხი დღეს მზად არის რომ გამოვიდეს 5 დღეში. საერთოდ სხვა სიტუაცია უნდა იყოს ქვეყანაში. ანუ ესეთი მშვიდობა და ესეთი ამბავი მუხტი უნდა იგრძნობოდეს, ოღონდ მართლა რა 100-ით 1000. რაღაცა ფანდია ჩაფიქრებული, მე მგონი გუნებდებიან. თინა ბოკუჩა. აშკარად რა. თინა ბოკუჩავას არ გამიხი. უწოდოთ მაქსიმალურად საქართველოს ყველა მოქალაქეს არ გახდეს თანამონაწილე 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის, არ მივიდეს საარჩევნო უბნად წოდებულ სპეცოპერაციის პუნქტთან, არც ბიულეტენის გასაფუჭებლად, არც გადასახადად, პირდაპირ მოვიდეს რუსთაველის გამზირზე იმისთვის, რომ მეგობრებო, აი ტრამპის გამონათქვამია ბოლო თუ შეიძლება. ძალიან კაი გამონათქვამია ფოტოშოპში. ვიდეო просто. არა, ხმა არ გვინდა, ხმა просто ვიდეო გავუშვი. ხო, ისინი იფურთხებიან, ჩვენ ვურტყავთ. ეს მისაღებია, ვფიქრობ კი, მადლობთ. ხო. ეს ლაპარაკობს ამერიკაში მიმდინარე პროტესტებზე. გათიშეთ და ჩვენ გვაჩვენეთ. რაო? ეს ლაპარაკობს ამერიკაში მიმდინარე ამერიკელ აკაცუკებზე ამბობს მაგას. ხო და ეს ხო არის დემოკრატიის შუქურა. რა თქმა უნდა. და თვითონ სწორი ფორმა არის, აკაცუკებსაც მოწონთ ეგ. ხო. თვითონ რო იფურთხებიან და მერე რო ურტყავენ. სადოში არიან. ასე რომ არა, როგორ არის, ცი, ნოდია გამოვიდა და ფურთხებაო, გამოხატვის თავისუფლება არისო და ამით ხმაც. და არა, შეურაცხყოფაო. არა, შეურაცხყოფასო. ფურთხება ხო, გეძგინება შეურაცხყოფა არის, გამოხატვის და სხვათა შორის იქნებ ვიღაც არის, რომელსაც არ შეუძლია ფურთხება უბრალოდ. და სხვა რამე შეუძლია. ნოდია არ გინდათ რომელიმე ნოდიასადმი რო გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლო. ნოდია ისეთი მოფახფახებულია, რომ ვერ ისარგებლა. აი, ბიჭო, ეპარება. ნოდია არის ნაკითხი კაცი, ამათგან გასული. კი, კაცო, მარქსიზმ ლენინიზმს ასწავლიდა, კითხულობდა. მე უკვე ლიბერალი. მე რაც ამბობ, ნომერ პირველი რა და ტიპი ლიბერალი, ნომერ პირველი რა მარქსიზმ ლენინიზმი. კი ბატონო. და მაგარი როჟა არის რა. ნოდიას ხელი არ ახლოთ რა. კარგით მეგობრებო, ნელ-ნელა ჩვენ დავასრულოთ, მაგრამ ამაზე უფრო ხვალ უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ერთი ორი სიტყვა შეიძლება დღესაც თქვას, რომ ხვალ არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი, 1 ოქტომბერი. მე-13 წელი შესრულდება იმ აი სად იყო ბევრი ხალხი უდიდესი სახალხო გამარჯვებიდან. რომელიც 2012 შედგა ბიზნა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მაშინ რეალურად ქუჩაში, ეზოში, სამეზობლოში, ოჯახებში ყველგან იგრძნობოდა ის, რომ დიდი ცვლილება ეკიდა უკვე ჰაერში, დიდი ცვლილება იყო გზაში და დიდი ცვლილება ხორციელდებოდა იმ დღეს. ეგეთი სახალხო ერთობა და რაღაც დიდი შეთანხმება მაგის მერე რასაც მე შევესწარი იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით. კი, უდაოდ. ამ შუაში მეტი არაფერი არც მანამდე და არც მერე არ ყოფილა. მაგისტრალი გადმოსხოდეს, მაგისტრალი გადმოსხოდეს, ხვალ ვილაპარაკებთ ამაზე, დღეს გემშვიდობებით ხვალამდე, ნახვამდის. კარგად. მადლობა.